მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ და მედია კავშირ ობიექტივის სტუდიიდან ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება. ჩვენ ტრადიციისამებრ ვაგრძელებთ შესანიშნავი ჟურნალ ხორნაბუჯის მორიგ წარდგინებას, ეს არის მეორე ნომერი გასული წლისა, რომელიც გახლავთ დედოფლისწყაროს რაიონის ლიტერატურული ალმანახი და დღეს სტუმრად მოვიწვიეთ ტრადიციულად მისი ცნობილი რედაქტორი, თავად შესანიშნავი მწერალი, შემოქმედი ბატონი გიორგი ნატროშვილი. მოგესალმები ბატონო გიორგი, ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ და უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ყოველი ჟურნალ ხორნაბუჯის ახალი ნომრის გამოსვლისას ჩვენ წარდგინებას ვაკეთებთ ამ ჟურნალის და ვიწვევთ ავტორებს და დღეს ჟურნალ ხორნაბუჯის ახალ ნომერში, მეორე ნომერში დაბეჭდილი ავტორებიდან ჩვენ მოვიწვიეთ თეიმურაზ ბაკურაძე, მოგესალმები თეიმურაზ, პოეტი, რომელიც ასევე თავის ლექსებზე ასრულებს სიმღერებს გიტარაზე და ასევე მოვიწვიეთ პოეტი, ახალგაზრდა პოეტი გიორგი მირაზანაშვილი, ეს გორის რაიონის სოფელის ერთიდან არის. მოგესალმები გიორგი. ძალიან საინტერესო ავტორები არიან და საერთოდ ჟურნალი, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძვირფასი იერსახე ჩამოუყალიბდა, რა თქმა უნდა, რედაქტორის დამსახურება, კიდევ ერთხელ საქებარი სიტყვა მინდა ვთქვა ჩემს მეგობარზე გიორგი ნატროშვილზე, მაგრამ ჟურნალი არა გამოირჩევა არა მარტო თავისი რუბრიკებით, არამედ კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ მისი არეალი ჟურნალის გეოგრაფია არის ფაქტიურად მთელი საქართველო. აი ახლა როგორც თავარ რედაქტორთან ბატონ გიორგი ნატროშვილთან საუბარში გაჟღერდა, მომავალ ნომერში გიაპირებს უფრო დედოფლისწყაროს ავტორების უფრო მეტად წარმოჩენას და ეს კარგიც არის, იმიტომ რომ ფაქტიურად ხორნაბუჯმა დედოფლისწყაროს რაიონში ახალი კულტურული მექა შექმნა, მე შემიძლია თამამად ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი წელია უკვე ამ ჟურნალზე მიდის საუბარი, ალბათ დაახლოებით 5 წელი იქნება, მაგრამ არა მეტი არის. თუ მეტი 15 წელი, 10 წელი მაინც არის, რაც ჩვენ ამ ჟურნალის და ამ ჟურნალში იბეჭდებიან როგორც დამწყები შემოქმედნი, დამწყები პროზაიკოსები, პოეტები, თარგმნელები, ასევე ცნობილი პიროვნებები, ცნობილი ჩვენი თანამედროვე პოეზიის მახვშვები და ეს არის მაგალითად ბატონი ჯემალინჯიას შემოქმედებაა წარმოდგენილი და სხვები და გარდა ამისა ჟურნალის გაფორმება, ჟურნალის შინაარსი მაინც სწორედ ამ დედოფლისწყაროს დასტრიალებს თავს და რაღაცნაირად აი დღეს ამ დაძაბულ სიტუაციაში, პოლიტიკურად გაუსაძლის სიტუაციაში, ეკონომიკურად გაუსაძლის სიტუაციაში კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა მადლიერებით, რომ ხორნაბუჯი დედოფლისწყაროს გამგეობის და ამ ხელმძღვანელობის დახმარებით ახერხებს ამ კულტურული სახელოვნებო ოაზისის შექმნას საქართველოს ამ ისტორიულ რაიონში. და ეს არის მისასალმებელი, მე ყველა საქართველოს ყველა რაიონში იყოს ესეთი კულტურული სახელოვნებო მექა, როგორც არის დედოფლისწყაროს და ბუნებრივია მუხლჩაუხრელობა გიორგი ნატროშვილისა, ამ დიდი რედაქტორისა, მე ვიტყოდი, რომელსაც არ ეზარება დაკავშირება არც ავტორებთან, არც მასალის მოძიება და შესანიშნავი რუბრიკებით წარმოჩენა ძალიან ძვირფასი, ნიჭიერი ხალხისა და დღესაც აი ჩემი სტუმრები ორი უნიჭიერესი შემოქმედია, დამწყები პოეტები შეიძლება უწოდოთ მათ, მაგრამ უნიჭიერესი შემოქმედები არიან და სწორედ მათი შემოქმედებაა ჟურნალში წარმოდგენილი. მე ახლა დავდუმდები და სიტყვის ალავერტს კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჩვენ ჟურნალ ხორნაბუჯის 2025 წლის დეკემბრის ნომერს განვიხილავთ, ახლა ცოტა შეგვაგვიანდა, მაგრამ არაუშავრა. მომავალი ნომერი 2026 წლის გაზაფხულის მაისის ბოლოს გამოვა და თუ მანამდე იქნება ხო შევხვდებით ეთერში, შეიძლება მანამდეც იყოს. სიტყვის ალავერტს ჟურნალის მთავარ რედაქტორთან ბატონ გიორგი ნატროშვილთან გადავალ, რომელიც წარმოგვიდგენს როგორც რუბრიკებს, ასევე ჟურნალის მოკლე შინაარსს და იმ ავტორებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან ხორნაბუჯში. დიახ. მოგესალმებით,
მივესალმები ამ ტელევიზიის ძვირფას მაყურებელს და გულშემატკივარს და მადლობას მოვახსენებ მთლიანად ტელევიზიას და პირადად თქვენ ბატონო ვაჟა, რომ რამდენადაც თითქმის ყოველ ნომერს მისი გამოსვლიდან ყოველ ნომერის წარდგენა ხდება ხოლმე თქვენს გადაცემაში და ეს მისასალმებელი არის. რაც შეეხება ამ ნომერს ხორნაბუჯის მე-19 ნომერი ყდები გადაცემულია და შეუძლიათ გაუშვან მის ამ ნომრის ჩვენს ძვირფას ოპერატორებს ვთხოვ რომ ჟურნალის გარეკანები ვაჩვენოთ დიახ აი ისტორიული ხორნაბუჯის ციხე პირველი ნომერი 2015 წელს გამოვიდა როგორც მახსოვს პირველი ნომერი და ხო აი მართლა 10 წელზე მეტი გასულა 11 წელი მე-11 წელი არის უკვე და ყველა ნომერს მნიშვნელოვანი ის არის რომ დედოფლის წყაროსთან დაკავშირებული რაღაც ღირსშესანიშნობით არის გაფორმებული აი ეს ხორნაბუჯის ციხით არის გაფორმებული ასევე იმ მნიშვნელოვანი თარიღებით რომელიც დაკავშირებული არის იმ პერიოდთან მაგალითად მე-19 ნომერში ახლა არის ყდის შიდა გვერდზე ყოველთვის იბეჭდება ხოლმე იმ ადამიანის შესახებ მოკლე ინფორმაცია ან შემოქმედებიდან ნაწილი მაგალითად ამ ნომერში მე-19 ნომერში მიხა ხელაშვილის ცნობილი ლექსი იბეჭდება რამდენადაც მიხა ხელაშვილის 125 წლისთავი არის დაბადებიდან და გარდაცვალებიდან 100 წლისთავი უпростоრეთ იყო გასულ წელს ეხლა უკვე 26 წელია დეკემბერში გამოვიდა ეს ნომერი და სამწუხაროდ მაშინ იმ პერიოდში ვეღარ მოვასწარეთ ამ ნომერის განხილვა და შესაბამისად გადამოიწია 2026 წელში. ასევე თვითონ ყდა გაფორმებული არის ხოლმე ადგილობრივი აი მაგალითად მე-19 ნომრის ყდა გაფორმებული არის ვაშლოვანის ნაკრძალის კონკრეტულად დათვისხევის შესანიშნავი ფოტოთი შემოდგომის ფერებში არის გაფორმებული ეს მაღალი დონის ფოტოა სხვათა შორის ერთი მახასიათებელი ეს თემო პოპიაშვილის ფოტოა როგორც მახსოვს მან გადმომიგზავნა რაც შეეხება უკანა ყდას იგი გაფორმებული არის ასევე ადგილობრივი შემოქმედების თარიღი ხოლმე გაფორმებული და ამ შემთხვევაში ცარო ჯანაშვილის ნამუშევრებით არის გაფორმებული ეს რით არის შესრულებული გიორგი ეს ძალიან საინტერესო ნახატები არ არის ეს არის ლენტებით არის ასეთ ისე საოცრად არის გაკეთებული ეს ორიგინალში რო ნახე ახლა ფოტო ეს ყვავილები კაცო კი ფოტოებშიც კი საოცრად ხედავ რომ ძალიან მაგრად არის გაკეთებული მაგრამ აი ორიგინალში რო ნახულობ ვერ გჯერა თუ ეს როგორ არის გაკეთებული რა ძალიან ლამაზი სანახავები არის მუზეუმში იყო გამოფენა ეს ადგილობრივი ვაჩვენოთ იქნება ეს მეორე ნომერის გარეკანი 19 ნომრის გარეკანი აი სადაც სწორედ ცარო ჯანაშვილის ცისფერი ყდა აი ბოლო ნომერი რომელიც პირველად რაც აჩვენეთ ანუ იგი პირველად რაც ვაჩვენეთ სულ პირველად არა რისი წარდგენაც დღეს ხდება მე-19 ნომრის მე-19 ნომრის 2000 არა ეს ძველი ნომრებია არა უშავს თან მაშინ ბოლოში იქნება სულ ბოლოში იქნება მაგ რაც შეეხება ალმანახს ალმანახი ხშირად იხსნება ხოლმე იუბილეებით ამ შემთხვევაშიც საიუბილეო მილოცვებით იხსნება კონკრეტულად ბატონი ვაჟა თქვენი იუბილეი იყო და თქვენი შემოქმედებაა წარმოდგენილი დიდი მადლობა ჟურნალს და თქვენ რომ არ გავიწყდებათ ვაჟა უთარაშვილი მოწვეულიც ვიყავი მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა და მე მაგრამ სამწუხაროდ რაღაც თელავში ვიყავი მაშინ კი დაგირეკეთ კიდეც რაღაც ისეთი სიტუაცია იყო რომ ვეღარ მოვახერხე ჩამოსვლა ასე რომ საიუბილეო მილოცვა და თქვენი შემოქმედებისგან რაღაც მცირე ნაწილი იბეჭდება ამ ნომერში ასევე საიუბილეო მილოცვა იბეჭდება გია პაპუაშვილის გია პაპუაშვილიც ძალიან კარგი შემოქმედი არის ჩვენი ძველი მეგობარია ულოცავ გია პაპუაშვილს პროზასაც წერს პოეზიასაც ეხლა პოეტური კრებულიც გამოვიდა გიასი და მის შემოქმედებაც იბეჭდება რაღაც მცირე ნაწილი სხვათა შორის გიასთან ცხოვრობდა
ალბათ გია პირველ არხზე გავიცანე საზოგადოებრივ ტელევიზიაში. ხო, პირველ არხზე ხო მუშაობდა და ოტია იოსელიანი თბილისში რჩებოდა მაგასთან. მაგის სახლში ცხოვრობდა, ის ოთახიც აქ ნანახი და წლების განმავლობაში თბილისში რო ჩაიყო ხოლმე გიასთან ცხოვრობდა და თავის წიგში, პროზაულ წიგში ამ ოტიას შესახებ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციები აქვს, მას მოთხრობილი პირადი გამოცდილებიდან, რაც ამ ურთიერთობებიდან მიიღო. ბევრი რამე აქვს, ძალიან საინტერესო რამე აქვს გადმოცემული, რომ დაინტერესებულ ადამიანს ყველას მოეწონება, რომ ეს წიგნი წაეკითხოს. ძალიან კარგი მწერალია, თვითონ კარგად წერს როგორც პოეზიას, ასევე პროზას და შესანიშნავი მეურნეა კიდე ღვინოს აყენებს და რა ვიცი სახში გამართა ის ამ პოეტური კრებულის წარდგენა და იწვევს ხოლმე მეგობრებს და მეც ვიყავ იმ გიასთან ამ შემოდგომაზე, როცა ეს ასე ვთქვათ მეგობრები შეკრიბა და ამ თავისი პოეტური კრებულის ერთგვარი წარდგენა გააკეთა. და უღლუცავ კიდევ ერთხელ გია პაუპუაშვილის ასევე საიუბილეო თარიღს. შემდგომი რუბრიკა არის ქუჯი, ფესტივალი ქუჯი მოგეხსენებათ ზუგდიდში არის მისი ცენტრი, მაგრამ ასე ვთქვათ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება მისი ჩატარება. კონკრეტულად წლევანდელ წელს თბილისში ჩატარდა მოზარდმაყურებელთა თეატრში დუმაძეში გაიხსნა, ასე ვთქვათ, მაგრამ მე იყო გასვლითი ასევე სიღნაღში მეორე დღეს იყო თუ მესამე დღეს აღარ მახსოვს, მაგრამ სიღნაღში ჩატარდა, ასე რომ მარტო ზუგდიდით არ შემოიფარგლება ეს ფესტივალი და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. ძალიან კარგი ავტორები ხდება ძალიან კარგი ავტორების აღმოჩენა ამ ფესტივალის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ამ ფესტივალზე პირველი ადგილი, როგორც მახსოვს, მელანო ზუკაკიშვილის ლექსმა აიღო, მეორე მირანდა ერისთავის ლექსმა და მესამე გიორგი გულვას ლექსმა და ეს ლექსებიც არის წარმოდგენილი ამ მასალაში. ასევე არის აქ დაბეჭდილი ამ ფესტივალთან დაკავშირებით ლერი ალიმონაკის წერილი და რეზო ემილიანი ადამიას წერილიც. სხვათა შორის ლელი ალიმონაკსაც საიუბილეო წელი იყო, ასე ვთქვათ, 85 წლის შესრულდა და გასულ წელს და ულოცავთ. ულოცავ ბატონ ლერის. ლერი ალბათ ყველას მოგეხსენებათ, ასე ვთქვათ, საქართველოს ტენეტი გრანლის ხელახალი აღმოჩენია, ასე ვთქვათ, და ვინც საქართველოს შეაყვარა ტენეტი გრანელი. შემდგომი პოეზიის რუბრიკა უკვე არის შემდეგი ავტორები წარმოდგენილი. ჯემალ ინჯია, მანუჩარ ლეჟავა, გიორგი მირაზანაშვილი, გიორგი დღევანდელი ჩვენი სტუმარია და თავად წარმოგიდგენს თავის პოეზიას, ასევე ნანა ბეგიაშვილი და ლალი მეხრიშვილი. ასევე პოეზიაში არის თეიმურაზ ბაკურაძე, ნათელა ქურციკიძე და ანა მანოშვილი. თეიმურაზ ბაკურაძეც ჩვენი სტუმარია და თავად წარმოგიდგენს თავის შემოქმედებას და ასევე ის შესანიშნავად მღერის კიდეც და შეიძლება რამოდენიმე სიმღერა ჩამოგთავაზოს. პოეზიაში არის ასევე წარმოდგენილი ნოდარ ჟიჟიაშვილის პოემა, რომელიც სწორედ მიხა ხელაშვილს ეძღვნება, რამდენადაც მისი, ასე ვთქვათ, საიუბილეო წელია. მაგრამ ეს პოემა საკმაოდ მოცულობითი იყო და პირველად არის შემთხვევა, რომ ალმანახში გაგზელებებით ხდება დაბეჭდა. ანუ არასოდეს გაგზელებით არ დამიბეჭდია, რადგან წელიწადში 2 ნომერი გამოდის და ვცდილობ, რომ დასრულებული ნაწარმოებები დაიბეჭდოს მხოლოდ ალმანახში. და ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვით, ასე ვთქვათ, და ბოლშევიკურად ჯვარცმული პოემა, რომელიც მიხა ხელაშვილს ეძღვნება, პირველი ნაწილი იბეჭდება ამ ნომერში და შემდეგი დასასრული ნაწილი დაიბეჭდება შემდეგ ნომერში. საბავშვო გვერდები არის ერთი რუბრიკაც გვაქვს, ნუნუ ძამოკაშვილის ლექსები არის აქ წარმოდგენილი. რაც შეეხება თარგმანში, კარლ ერნსტ კნოტის გერმანელი ავტორი არის, მისი ლექსები თარგმანი არის გიორგი ვარამაშვილის სეული.
საინტერესო შემოქმედია გიორგი ვარამაშვილიც და მე მგონი ინტერესით გაეცნობა მკითხველი მის ამ თარგმანებს. პუბლიცისტიკაში არის რამოდენიმე წერილი, არის ლეილა გოზალიშვილის წერილი ფიროსმანის ნაკვალევი. ლეილა გოზალიშვილი თვითონ ფიროსმანის შთამომავალი არის, ასე ვთქვათ. ფეფეს შვილთა შვილი არის ფიროსმანის დის, ვისთანაც ჩადიოდა ხოლმე ფიროსმანი, ვისაც აუშენა ფაქტიურად ფიროსმანა თავის სახლი და ვის სახლშიც მუზეუმი დაარსდა, სახლ-მუზეუმი დაარსდა ფიროსმანის და მერე კი განვითარდა უკვე და ცალკე შენობა გაკეთდა და ის, მაგრამ ის სახლ-მუზეუმი, ის ადგილი, სადაც სახლი მაძღარაშვილი სადაც იყო ხოლმე ის? ხო, ანზორ მაძღარაშვილი ბიძაჩემი არის, ანზორის დედა და მამაჩემის მამა დაძმანი არიან, ზაქარა და პელა დაძმანი არიან და აი ეს მთელი ეს მუზეუმის პერიპეტიები როგორ იქნებოდა, რა სიძნელებთან უხდებოდა. ბავშვობაში ყოველ შაბათ-კვირას მამაჩემი შაბათ-კვირას მოდიოდა და რაიონში მუშაობდა და შაბათ-კვირას მოდიოდა მაჩხანაში და ანზორისთან ჩავდიოდი და ყოველ შაბათ-კვირას იმ მოვლენებს უშუალოდ ვისმენდი. მე კი პატარა ბავშვი ვიყავი, მაგრამ ისინი რო საუბრობდნენ, მეც მაინტერესებდა და უსმენდი. რა წინააღმდეგობების გადალახვა უხდებოდა ამ ფიროსმანის მუზეუმის დაარსებასთან და განვითარებასთან. კი ეს იყო 70-იანი წლების პერიოდი რა, დაახლოებით. ესე იგი პირველი ნიკალას სადღეგრძელოცი გექნება აწეული. კი, თავისთავად. და ლეილა გოზალიშვილს სწორედ აი ეს თავისი ბავშვობის მოგონებები და ის ძალიან საინტერესოა კი. გადავხედე, მადლობა ალბათ ლეილა გოზალიშვილს, ძალიან საინტერესოა და ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ სხვათა შორის ვაკვირდები და თითქმის ყველა ნომერში თქვენ აი ამ ფიროსმანის მემკვიდრეობას, მის შემოქმედებას დასტრიალებს და ეს ჟურნალი და არ ივიწყებს რომ აი უპირველესი პატრონი სწორედ მისი მშობლიური რაიონია რა. ყველა ნომერში ვერ ვახერხებ, მაგრამ ვცდილობ როცა მე უკვე 11 წელია ჩვენ ამ ჟურნალის წარდგენებას ვაპირებთ. ახლა მე მინდა ვთქვა რომ ასევე დიდი სიამოვნებით თუ დაგვიკავშირდებიან სხვა ჟურნალის რედაქციებიც, დიდი სიამოვნებით ჩვენი რუბრიკით ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება წარვადგენ სხვა ჟურნალთა გამოცემას და ახალ ნომრებს. დიახ. ასევე შემდეგი პუბლიცისტიკური მასალა არის გიორგი გოლაშვილის და თამაზ ხმალაძის ერთგვარი დიალოგური ისინი აქვთ ხოლმე გასაუბრებები, სხვადასხვა წიგნი რამოდენიმე ისიც გამოიცა და ჩემთანაც დაიბეჭდა რამოდენიმე. ძალიან საინტერესოა ესეც ცნობილი ენათმეცნიერი პროფესორი გიორგი გოგულაშვილი და ჩვენი მეგობარი თამაზ ხმალაძე, ცნობილი მწერალი, პროზაიკოსი, ძალიან კარგი. კი, შესანიშნავი. რომელსაც წლების განმავლობაში მიყავდა რადიოში ქიზიყელია თამაზიც. შემკული და კურთხეული, კი, ისიც ქიზიყელი, კი, ვიცით. ქიზიყელი. შემდგომ არის გიორგი ზუბიტაშვილის წერილი შურისგების საკითხი დანიელ ჭონქაძის სურამის ციხეში. ძალიან საინტერესო წერილია და ასევე ლინა ბადაშვილის წერილი გაურებული პიროვნება, ეს ახალგაზრდა ავტორი არის და სხვათა შორის საინტერესოდ მოაზროვნე ავტორია და კარგი იქნება თუ გაეცნობა ხალხი. ლინა ბადაშვილის წერილი გაურებული პიროვნება აბსურდის თეატრში. ეს არის ბესო ხვედელიძის ორიმე ესეთი წიგნი გამოიცა და ძალიან საინტერესოა თვითონ ეს ნაწარმოებიც და თვითონ ლანი ბადაშვილსაც საკმაოდ ორიგინალურად აქვს იგი აღმოჩენილი და განხილული. რაც შეეხება ხელოვნების რუბრიკაში, აქ არის მარიკა პოპიაშვილის წერილი და ასევე ნანა ჭიჭინაძის წერილი. რაც შეეხება მარიკა პოპიაშვილის წერილს, ეს არის ოპერა შენს ქალაქში. ეს ოპერის ვარსკვლავები, ასე ვთქვათ, ესეთი ჩამოყალიბდა, რომ ოპერის სოლისტები გადიოდნენ სხვადასხვა რეგიონებში და ატარებდნენ, ასე ვთქვათ, კონცერტებს და ასეთი კონცერტი ჩაატარეს დედოფლის წყაროში და ამის შესახებ არის სწორედ ეს მასალა ძალიან ახლა ყველას არ აქვს საშუალება რეგიონებიდან რომ ოპერაში ჩამოვიდნენ და ოპერას უსმინონ და როცა ოპერის სოლისტები ჩადიან ადგილზე და თვითონ თავიანთ შემოქმედებას აცნობენ,
ხალხს ეს მისასალმებელია. და ამის შესახებ არის ერთი წერილი მარიკა პოპიაშვილის ოპერაშენს ქალაქში. და მეორე წერილი არის ასევე ხელოვნების რუბრიკაში გულთბილი შეხვედრა დედოფლისწყაროს ხარისხის მუზეუმში. აქ ასე ვთქვათ მოხდა 2025 წლის ესე ვთქვათ საუკეთესო ადამიანები ესე გამოვლინდნენ და ამ საუკეთესო ადამიანებს შორის რა ვიცი გამოკითხვით მე არ ვიცი ეს როგორ ჩატარდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისე გამოვიდა რომ მეც აღმოჩნი ესენი არიან გიორგი ბუგიენაშვილი ბორჯომის ანსამბლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია ეროვნული ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი შავერზაშვილი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე და თქვენი მონა მორჩილი დედოფლისწყაროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე და ლიტერატურულ ალმანახ ხორნობუძის რედაქტორ გამომცემელი და აი ამ ადამიანების ასე ვთქვათ შეხვედრა და დაჯილდოება რაღაც სპეციალური სიგელები იყო მოხდა დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რაც შეეხება ამ შემდეგ რუბრიკას ეს რუბრიკა არის საიუბილეო წელი არის დავით გურამიშვილის და ამ საიუბილეო წელთან დაკავშირებით როგორც მირგოროდში გაიმართა სადაც არის მისი მუზეუმი ასე ვთქვათ და სადაც აღესრულა ჩვენი დიდი პოეტი ასევე მირგოროდიდან შემოდგომით უკვე ჩამოვიდნენ მისი დირექტორი მუზეუმის მარინა კამინსკა და მეცნიერი მუშაკი ანატოლი კუცენკო თბილისში და მწერალთა სახლში გაიმართა ასევე საიუბილეო საღამო. ამ ორივე ღონისძიების შესახებ წერილები აქვს მომზადებული თამარ გაბოძე არის მთარგმნელი გურამიშვილის შემოქმედების და ქართულ უკრაინულ ლიტერატურულ ურთიერთობათა მკვლევარი სხვათა შორის ძალიან დიდი კვლევა აქვს ჩატარებული მას დავით გურამიშვილის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე. რამოდენიმე ასეული გვერდი გამოვა ეს წიგნი, რომელიც მას აქვს ფაქტიურად მომზადებული, მაგრამ ჯერჯერობით გამოცემული არ არის და მე გამომცემლებს შევეტყოდი რომ თუ დაინტერესდებიან ამით და გამოცემენ თვითონ მაგის ფიზიკური შესაძლებლობა არ აქვს რომ დაბეჭდოს, მაგრამ მისი ნაშრომი ასე მეტნაკლებად მე გაცნობილი ვარ და ვიცი ეს რაც არის და ძალიან ფასეული წიგნი არის თუ კი დაიბეჭდება და ყველაზე ფასეული იქნება რომ დავით გურამიშვილი ეს დიდი კლასიკოსი ქართველი ერისა გადმოსვენებულ იქნას უკრაინიდან საქართველოში ყველაზე დიდი საქმე იქნება ეს იმიტომ რომ დღეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს და კაცმა არ იცის იმ დიდი ჩვენი ქართველი პოეტის საფლავ შეიძლება მოხდეს ყუმბარა თუ რაღაცა ბომბი და რაღაც და გაანადგუროს. ამიტომაც ისევე როგორც აი მე ადრეც გავაჟღერე ხელისუფლების გასაგონად რომ აუცილებელია დავით გურამიშვილი გადმოსცემდეს საქართველოში და ასევე მირზაგელოვანი ბელორუსიიდან ხლებნიკოვის სასაფლაოდან უნდა გადმოსვენდეს თავის მშობლიურ თიანეთში. მე ეხლა მინდა სიტყვის ალავერts გადავიდეთ უკვე ავტორებთან ნელ-ნელა ფაქტიურად ჟურნალის მიმოხილვას მორჩა ბატონი გიორგი ნატროშვილი და მე ვთხოვდი ეხლა გიორგი მირაზანაშვილს რომელიც ბიოგრაფიული მონაცემებია პირველადაა ჩემთან ეთერში გორის რაიონის სოფელ ზერტშია დაბადებული ეს არის სასაზღვრო ოკუპაციის ზოლთან ახლოს მდებარე სოფელი 2002 წლის 12 ივლისს არის დაბადებული 24 წლისა საშუალო განათლება იმ სოფელში მიიღო ადგილობრივ სკოლაში შემდეგ 2020 წელს ჩაირიცხა თბილისის ღია უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 2021 წელს დაბრუნდა მშობლიურ გორში სწავლა გააგრძელა ფსიქოლოგიის მიმართულებით არის ფსიქოლოგიის ბაკალავრი 2025 წელს ხელმეორედ ჩაირიცხა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიის განხრით. მე მინდა ახლა შევთავაზო რამდენიმე ლექსი წავგიკითხოს რომელიც წარმოდგენილია ჟურნალში და
თუნდაც სხვა ლექსი სულ რომელიც გინდა გნებავთ სხვა ლექსები რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა შეაფასოს ჩვენი ახალგაზრდა შემოქმედი. პირველ რიგში მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ რომ მომიწვიეთ. მივესალმებით თქვენს ტელევიზიას. მაშინ იმ ლექსის დავიწყებ ბატონო ვაჟა რომელიც თქვენ მოგეწონათ სოციალურ ქსელში და რომლის შემდეგაც დამიკავშირდით. დიახ. და შემდეგ წავიკითხავ რამდენიმეს ჟურნალიდან. კი ბატონო. წუთიც დაუნდა ავდგე ძროხები ვაბალახო გამითენდება რა დღე რომ სამაჩაბლო ვნახო წლები გაივლის წამში ფოთლის გაჰყვება შრიალს თითქოს ავ წარსულს წაშლი და გონს 1000 შრე აქვს ზღვის მუდამ მკლავდა შიში ალბათ სოხუმს რომ ნიშნავს ხედი რომელსაც წინშლი რატოა სხვისი ნიშა აქეთ სოჭი და გაგრა იქით ტაო და ლორე ვერ ჩამოუყვები რადგან ვედები 1000 ყორეს ღელეც ხო ღელე როა ვაით უიცვლის ამგენს და მერე უკვირთ როცა ბალახი ბეტონს ანგრევს. მადლობა. მშვენიერი ლექსი წაიკითხა. ჭავჭავაძის ქუჩის პოეზია. ეს უკვე ჟურნალ ხორნაბუჯის მეორე ნომერშია დაბეჭდილი ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ამ წლის მეორე გასული წლის მეორე ნომერი ჟურნალი ხორნაბუჯი გიორგი მირაზანაშვილი. აბა მამაო ერის თქვენი ქუჩაზე მიტოვებული პატარა ბოძი იქნევდა ხელებს თუმცა რუძახდნენ არ ვინ იმჩნევდა უკვეცა მოზრდილს ვინიც ის თქვენი იყო ნარჩევი უცებ ბუნებამ დაიწყო ბორგვა და პატარა ბოძს მარტო დარჩენილს მოზრდილი ნაძვი შემოეკოლგა. კარგია. პოეზია მაღალი ვიდრე ჰიმალაები პოეზია ეს არის ზენიტების ზენიტი როცა მახი არ მქონდა და რითმებში გავები ერბო კვერცხის არ მქონემ პოეზია შევიწვი მივტიროდი პაოლოს ვალერიანს ტიციანს არ ვიცოდი ვნახავდი ლექსებს თუ კლოდ მონეში პოეზიის მერყევი გზაც როგორი მტკიცეა აგერ კითხეთ ქართველო პოეტებო ნონეშვილს პოეზია მართალი მშვენი ილუზიაა კატასტროფის ლამაზი არს ეკრანიზაცია ლექსის მწერალის გარდა ვისრა დაუზიანა მეტიც შეაკოწიცა რას არ წმენა ნაცია დავდივარ თუ ბარბაცებ მომთაბარედ მაქცია ექიმი რას გაიგებს კარგად ხვდები მე რითი ხან მგელი ვარ ხან კაცი ფილმის ენით მაქცია როგორც გალა ხან მკვდარი ხან ცოცხალი მერითი. ლექსია და მიგნება. წაიკითხე კიდე. ჩემი საყვარელი პოეტისადმი მიწყნა რომელიც ჩრდილში არის რატომღაც არჩილ ფირცხალავას ადმი. საოცარი პოეტი იყო არჩილ ფირცხალავა მისი ტრაგიკული ბედის პოეტი იყო მისი ლექსები უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში შევიტანა მე 2010 წელს უძლიერესი პოეტი იყო სამწუხაროდ რაღაცნაირად მისი ბედი ტერენტი გრანელის ბედსაც გავდა და ჩვენი წასული პოეტებისა. დიახ. ოდესღაც ყველას რკინის ჯვარზე დაჯდება მტრედი დაცივი ქარი კუბოს ფიცრის მტვერსაც გადაწვენს გამეცინება ძველ პირობებს რად ვერ ვამტვრევდი ან რა უშველის ამდენ ტკივილს ლექსად დასაწერს განაცხოვრების ბოლო ჩიხი იქნება მწარე ბოლოს და ბოლოს მზე გაათბობს დამხობილ ლოთებს ვაი პოეტებს დიდ პოეტებს ცოცხლად რომ სწვამენ ჩემნაირების დატირება კი უნდა მორჩეს სულ არ სჭირდება თმის შეღება ვერცხლის წყლით ბრძენებს რომ მხოლოდ ღვინოს აბერებს და აგემრიელებს ვიცნობ პოეტებს 40 წლამდე გულდასმით წერეს მიატოვეს და დღეს თუ ხვდებით მათ მშვენიერ გზებს სულ არ სჭირდება ხმა მაღალი ხმა ბოხი პოეტს მუნჯის ყოფილა ხან ლამაზი და ხან რაუცხო არ სჭირდებოდა მაგალითად არჩილი დროიც რადგან ბუმბერას დროს კი არა დრომ ვერ გაუძლო. დიდი მადლობა ხო გიორგი მირაზანაშვილი მისი ლექსები სწორედ ჟურნალ ხორნაბუჯის გასული წლის მეორე ნომერშია წარმოდგენილი. ახლა სიტყვის ალავერც გადავდივარ უკვე თეიმურაზ ბაკურაძესთან, რომლის ასევე ლექსებია ჟურნალ ხორნაბუჯში წარმოდგენილი. თეიმურაზ ბაკურაძე 64 წელსაა დაბადებული, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა კურსკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1990 წელს და დაბრუნდა სამშობლოში მშენებელი ინჟინერის დიპლომით. ჩაება თავიდანვე ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში და 1992 წლიდან იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი ლექსები შეტანილია სხვადასხვა პოეტურ კრებულებში, ლექსის საკვანი,
პოეტური სილაღე და ასე შემდეგ და ამჟამად მუშაობს უკვე თავის პოეტურ კრებულზე, რომელსაც თუ ღვთისნება იქნება, მალე იხილავს მკითხველი და მის მიერ გაფორმებულია მრავალი პოეზიის საღამო, შესანიშნავად უკრავს გიტარაზე და ჩვენ ალბათ სწორედ აი დღეს ამასაც ვიხილავთ, არა გიორგი? კი, ყოველ შემთხვევაში გიტარა წამოღებული აქვს და გიტარა წამოღებულია. აბა სიტყვის ალავერც თეიმურაზ ბაკურაძე, რაჭველი კაცი, რა შემოგთავაზებდით თეიმურას? მოგესალმებით პირველ რიგში. დიდი მადლობა მოწვევისთვის ბატონ გიორგი ნატროშვილს და თქვენ ბატონ ვაჟა რომ მომიწვიეთ და მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს. დიდი პატივისცემით. ხარეთ. პირველ რიგს წავიკითხავ. თითო ლექსია ჩემი სხეული და სული ჩემი არის პოემა. ალბათ ამიტომ ვარ მეეული წამით ამტოებს ამაოება. მე არ ვარ კაცი დღეისან ხვალის სიცოცხლე ნელა სადღაც ილევა. მე მხოლოდ ძე ვარ მარადისობის მძულს მაზღარ სახის კმაყოფილება. ზოგჯერ მგონია თარიღი მცდარი ჩემ დაბადების იმ დღეთა წყება. ჩემი სიცოცხლე იქიდან არის სად ისტორია ქართლის იწყება. თითო ლექსია ჩემი სხეული და სული ჩემი არის პოემა. სწორედ ამიტომ ვარ მეეული წამით ამტოებს ამოება. დიდი მადლობა. აი სხვათა შორის მინდა ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს გავუმჟღავნო, რომ მის პირველ კრებულს იგი ფსევდონიმით გამოსცემს სეველი. ესეთი ფსევდონიმი აქვს, თავისი მშობლიური სოფლის სახელწოდება აიღო. მაინც რაჭული გენი სხვა ესე. იცით რა არის, რამდენიმე წელი რომ ლექსებთან მუშაობდი, საერთოდ ვკითხულობდი, ხო ბევრი უნდა იკითხო ადამიანს, რომ რაღაც ხარისხიანი შექმნა მერე და რა თქმა უნდა, ნიჭი თავისაშვება ესეც უნდა იყოს აუცილებელია, როგორც გალაქტიურმა თქვა ნიჭი წამიგო და რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ ეს არ არის რაღაცა პოზა და ესე მოდასაყოლის გამო არ მიდეს. რაღაცნაირად ვიგრძელი, ხო ჩემ გვარს ნამდვილად არ ვენდური, ბაკურაძე ბევრი კარგი ადამიანია, ცუდი არავინ შემოხვედრია, მაგრამ რაღაცა წლების მერე აი გრანელისურად ვიტყვით, რომ პოეზია მაგზრობინა მიღმა სამყარო რომელიც გაფრენას ესე ვიგზენი რომ რაღაც სხვა შესატყვისი უნდა და პოეზია სხვა შესაფერისი რაღაც სახელი უნდა მქონოდა და უცებ ვიგზენი რომ ჩემი სოფლის სახელი თვითონ ის თან ესეთი ლამაზად ჟღერს და მეცით სხვათა შორის ხშირია ეს აი მაგალითად ვაჟა ჩორდელი ჩემი მეგობარი ჩემი ნათლია ჩემი ახლობელი რომელიც იყო ჯერ ჟურნალ ცისკრის პასუხისმგებელი ნობათის მე ჟურნალ ცისკრის მე მნათობის ჟურნალ საუნჯის და რა ვიცი ახლა ჟურნალ ამერიმერის თავარი რედაქტორი აი ჩორდი მისი მშობლიური სოფლის სახელია ვაჟა მელაძე მისი ჩორდი ხო ბევრჯერ ნამყოფი ვარ სანამ ჩამოიქცეოდა და ეს ზვავები და ეს მოხდებოდა მეწყერები ჩორდი შესანიშნავი სოფელი იყო ისე მოვლილი მაქვს რაჯა ჩორდი პიპილეთი და ასე შემდეგ ფსორი და რა ვიცი კარგი დიახ ლექსები სხვა შორის ამ ჩემ ფსევდონიმზე ლექსიც მაქვს ერთი ესეთი კი ბატონო წაიკითხეთ კი ბატონო მე არ მინდა მეფობა დიდი ხელისუფლება მინდა თავისუფლება კითხვის წერის უფლება მინდა ჩემი სამშობლოს ნამდვილი გაბრწყინება ოღონდ ხალხმა ინებოს ღმერთმა უკვე ინება მინდა ჩემი სოფელი რომლის სახელის სევა ღიმილით მოფენილი სიკეთის შემოსევა მზე სერები მთაველი რასაც ვერ შეველევი და მე კლავაც ვიქნები თეიმურას სეველი კარგით მოდი ახლა გიტარაზე ვცადოთ ამ კაცის ლექსების აჟღერება უფრო გალამაზდება გადაცემა, დიახ. მე ხა დღეს ისეთი გაზაფხული. ოდნავ დაწიე მიკროფონი, ოდნავ დაბლა. კიდე. გიტარისკენ. კი ბატონო, კიდე. კიდე დაწიე. კარგია. კი ბატონო. დღეს ახლა ისეთი გაზაფხულია მარტის თვია და ცოტა შესაფერისი სიმღერა. კი ბატონო, ქალბატონებს მიუძღვნათ მაშინ. აი გუშინ საღამოზე ვიყავით გორში. შვენიერი საღამო ჩაატარა გორის მწერალთა სახლმა. ქალბატონმა მარინა ჯალაშვილმა, ბატონმა ჯემალინჯიამ უძღვებოდა შესანიშნავი ხელოვანი. ისე ქალბატონი მარინაც ქიზიყელია. თემურ დინარაძე, ბატონო? ქალბატონი მარინაც ქიზიყელია მეთქი.
ბოდბისხეველი. მე მინდა ძალიან მიყვარს ჯგუფი ურსა. შესანიშნავი ჯგუფია ძალიან ისეთი. ჩემთვის და მათი ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა არის ატმის ხეები რომ იყვავილებს მაგ კი ბატონო. ეგ მირზა გელოვანის სხვადასხვა შემთხვევით წავაწყდი, ვკითხულობდი უცებ მომენატრა მირზას ლექსები და გადავხედე და აღმოაჩინე რომ ერთი კუპლეტი არის ზუსტად მირზა გელოვანის ჩასმა. მეორე რაც კარგია სწორედ მირზა გელოვანისა. იბადდავა ჩემი ლანდი ბარბაცით დამდეს სასისხლის ვერად შეიღება როგორც იარა ომეოდეს მე მოვიპარავ თოვლის ფერვარდეს და შენ სახლის წინ თავს მოვიკრავ ვარდებიანა ომეოდეს მე მოვიპარავ თოვლის ფერვარდეს და შენ სახლის წინ თავს მოვიკრავ ვარდებიანა შენ სავალბილიქს გავუღვები მარტო მინდვრა დაგიგრე ფერად ყვავილებს წყაროს პირას შევხვდებით გარეგო ატმის ხები რომ იყვავილებს და წყაროს პირას შევხვდებით გარეგო ატმის ხები რომ იყვავილებს ვირავარ ის არ ვიცი ვინ უნდა მგავდეს უნდა ვიჯდე და მარტობა ჭამდეს მთლიანად ვერასოდეს მოვიპარავ თოვლის ფერვარდეს ვერც თავს მოვიკლავ შენ სახლის წინ ვარდებიანად შენ სავალბილიქს გავუღვები მარტო მინდვრა დაგიგრე ფერად ყვავილებს და წყაროს პირას შევხვდებით გარეგო ატმის ხები რომ იყვავილებს და წყაროს პირას შევხვდებით გარეგო ატმის ხები რომ იყვავილებს დიდი მადლობა ეიმურას განაცვალე კიდე ხო არაპირებს სხვა სიმღერის შესრულებას ჯერ ლექსი ხوار წავიკითხოთ შეიძლება რამოდენიმე ლექსი წავიკითხე წავიკითხე ლექსი შენი კი ბატონო შენ რაჭაზეც აგაკ როგორც მოსულს კი რაჭაზე მაქვს დიდი ლექსი 25 კუპლეტიანი და არა 25 კუპლეტიანი არ დაეტევა გადაცემაში იმიტომ რომ იქნება გიორგის წავაკითხო კიდე და ჩეულებრივად თუ ჟურნალიდან წაიკითხეთ პატარა ლექსი რაიმე პატარა ლექსებს წავიკითხო ისე რაჭაზე პატარა ლექსი აქაც მაქვს და კი ბატონო აი უღრუბლო რაჭა კი ბატონო მურმალებანიძის ეპიგრაფი წარუმწვანე ამ ლექს ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანდა ეს ლექსი როგორ დაიწერა პატარა საინტერესოა მე მგონი სოფელში ვიყავი და ეხლა გზაფხულში ხო თივა ჩამოაქვთ ხოლმე და მეზობელს ვეხმარებოდი თივის ჩამოტანაზე და რომ ჩამოვედით საღამოს უკვე დაღლილები უკვე რომ მოვამთავრეთ ეს ბედნიერები რაღაცნაირად და ისე გავხედა ისეთი წაიღო ესე იგი აბსოლუტურად ერთი ღრუბელი არ და უკვე აგვისტოა მიწურული ხო და რაღაცა ჩემთვის ჩავილაპარაკე ისეთი ის არის მეთქი ამინდი რომ აუცილებლად რაღაცა ლექსი უნდა დავწერო მეთქი და მეზობლმა მითხრა ლექსი არა ის უნდა დაწერო და მე ვთხარი მაცალე 1-2 დღე განლახებთ ყველა მეთქი და აი ეს ლექსი დაიწერა მე და ვაჩუქე იმას და ძალიან მოეწონათ კი ბატონო უღრუბლო რაჭა ჩიბუხში ჩასადები ღრუბელი არ ჩანდა მურმალებანიძე ეპიგრაფი სევარ ჩემი სოფელი როგორც თქვი სევის სარგვალზე თადაზიდულ ჰორიზონტებით გვარმიანი დღის მიწურულზე საღამო ჟამად
ასეთ სიცხეშიც არ დადიან ჩვენში ზონტებით, რაჭის ხეობა მირაჟივი და ანაურს გავდა. ულამაზესი იყო ირგვლივ თვალსაწიერი, აგვისტოს ხვატი ყოველივეს ულმობლად ნთქავდა. ცამთლად უღრუბლო გათანგული აქ მიწიერი, სულ მცირეოდე ღრუბელი კი არსად არ ჩანდა. მე მოვდიოდი დაღლილი და თან ბედნიერი, ცხელი მზე თითქოს გაცოცხლებულ ნახატებს წვავდა. ამ დროს ზაფხული იყო უკვე ძალზე თხნიერი, სულ მცირეოდე ღრუბელი კი მაინც არ ჩანდა. დიდი მადლობა. აი მე მინდა წეღან მინდოდა კომენტარი გამაკეთებინა. აი წეღანდელი სიმღერა, რომელიც მირზა გელოანეს ერთი კუპლეტია იქ მოყვანილი, შესანიშნავად ასრულებს არის ესეთი მუსიკოსი დავით დევიძე. აი და არის იქ ვიოლინოც უკრავს ქალბატონ გოგო და აი ეს არის იდეალური შესრულება, მე ვფიქრობ აი მაგ სიმღერის და მე ალბათ ერთ-ერთ გადაცემაში ბატონ დევიძეს მოვიწვევ, ის პროფესიონალი, უფრო მაღალი დონის პროფესიონალი და იმიტომ რომ საერთოდ უნდა გამოვაცხადოთ, როცა პოეტის ლექსზე იქმნება სიმღერა, უნდა გამოცხადდეს, რომ ეს მირზა გელოვანის ლექსზე, ისე როგორც აი ყველა მიცის, რომ თეთრი რაში არ დაიდგავს უნაგირს, ხო, სეფაშვილის შესანიშნავად ასრულებს და სხვებიც. მაგრამ ეს არის ტრაგიკული ბედის პოეტის ვასიკო ცერცვაძის ლექსი, რომელიც მან მიუძღვნა თავის 12 წლის ასევე უდრო დაღუპულ ბიჭს, სარკომა ჰქონდა ამის ბიჭს და ძალიან ტრაგიკული ისტორია, მე ხლა არ დავამძიმებ ეთერს, მაგრამ აი ვასიკო ცერცვაძე ნათელში იყოს შედევრები აქვს დატოვებული, მასრულებენ სცენაზე იგივე ნანი ბრეგვაძე ასრულებს, იგივე თქვათ სეფაშვილი ასრულებს, მაგრამ არ აცხადებენ, რომ ეს არის ვასილ ცერცვაძის ლექსი. გამოვაცხადოთ, იმიტომ რომ პოეტის ლექსია სწორედ სული და ხერხემალი შემდეგ ამ სიმღერისა. დიახ, მე მინდა ისევ გიორგისთან გადავიდე ალავერტს და ერთი ლექსი გიორგიმ წაგვიკითხოს და მე ისევ თქვენთან გადმოვალ. ამჯერად ჩემს მეორე საყვარელ პოეტს გიორგი მახარობლიძეს, რომელიც ასევე გიორგი ჩემი მეგობარი იყო უძვირფასეს და ჩემი წიგნის რედაქტორი, აი ჩემი წიგნი როა საჩვენი სულის მისამართია, გიორგი მახარობლიძე ამ წიგნის რედაქტორი ჩემი. რომელიც ჩემ თაობაში უკვე ჭრდილში არის, ძალიან ცოტა იცნობს. პეპლების ფრთებზე მოგწერ ბარათებს, გიორგი მახარობლიძის ლექსიდან. იანვრის ბოლო აკორდები, როგორი სავსეა და სათუთი, ველით პოეზიის ნავსადგურში, ველით ის არასდროს არ მოკვდება. ზოგჯერ დედამიწაც უნდა შეცდეს, ისე ვერ მუშაობს ეს სტრუქტურა, ქალმა შენი ლექსით შესუდრულმა გაუძლო ყოველგვარ ფუნდამენტებს, გული გაგლეჯილი ელის შვებას, ისევ მოგიგონებთ ბევრ მითებს, შენ გულს მიახატავ პეპლების ფრთებს, რომლებიც სიკვდილითაც ვერ იშლება. აი ხარე, ერთმა ნათელში ამყოფოს გიორგი მახარობლიძე იყო ლეგენდარული პოეტი და ლეგენდარული პიროვნება, ძალიან ძვირფასი, ძალიან დამწყვიტა გური, იცი, მაგითი ჩემთვის გორი ლამის დაცარიელდა. დიახ, ერთი ლექსი ახლა თქვენ. როს მეღირსება გაზაფხულის ხილვა ხელახლა, ამცივ იანვარს ჟრუანტელით რომ გავიხსენებ, თბილისის ქუჩებს შემოვივლი კვლავ მოუღლელად, დამიზველ უბნებს სინანულის სიტყვით ვახსენებ, განმარტოებით ჩამოვжდები გამთბარ ქვაზე, გავირინდები და თვალებში ჩამჩება სევდა, მზერას მოვავლებ მე ჩემს ქუჩებს გაყიდულ სხვაზე, ჩემი აღარ ხართ როგორც უკვე აღარ ყავს დედა, მოქალაქეა თუ ისურვებს ვინმე ტურისტი, გაგვითანაბრეს უფლებებით ყველა სტუმარი, კმაყოფილი დამხარხარებს ავანტიურისტი, ზარღვებში სისხლი მეყინება და ვარ მდუმარი, ეროვნულობა შელახეს და მწიკული შემოსწყეს, უცხოელები თეთ ჩოხებში იმოსებიან, ქართველები კი სამათხოვროდ ლუკმა პურისთვის, უცხო ქვეყნებში უგზო-უკლოდ იკარგებიან, არიხურება, ისევ რჩება ღიად კარები და შუაგზა არც მიწა და არც აირი, ასე ცხოვრებას შორით უმზერ ვერ ვეკარები და იწურება ეს სიცოცხლე ასეთნაირი. დიდი მადლობა და მე გიორგი ასევე მადლობა მინდა უთხრა გიორგი ნატროშის, რომ არ ავიწყდება ჩვენი მახში პოეტები. ბატონი ჯემალინჯია წელს სრულდება 90 წლის, ეს საოცარი რაფინირებული რითმების დიდოსტატი პოეტი და აქ წარმოდგენილია მისი
პოეზია და მე ერთ ლექსს წავიკითხავ ბატონი ჯემალის ჯემალი ჩემი უფროსი მეგობარია ჩემი ერთ-ერთი წიგნის რედაქტორი და აი საოცარი მის შედევრებია მე ვიტყოდი კლასიკა აი თანამედროვე ქართული პოეზიის ბატონ ჯემალ ინჯიას შემოქმედება და ერთი ლექსი ეთხოვებოდა ზურნა მეზურნეს ავად დაუდგა მაისი ჩვენს სამეზობლო უბანს ზურნა დუდუკის ხმა ისმის წაუყვანია უფალს მეზურნეების ამ ქარში კაცი ნაღდი და სანდო უკანასკნელი დამქაში გიუნაშვილი სანდრო აი როგორი საოცარი თბილი და სევდიანი მიძღვნაკა ეს არის დიდოსტატობა პოეზიის ბატონ ჯემალს ხნეობა და სიკეთე მინდა უსურვო დიახ ისევ გიორგისთან ვიქნები სიტყვის ალავერს რა სიტყოდი გიორგი ხო არაფერს დაამატებდი მე დავამატებდი როგორც აღნიშნეთ შემდეგი ნომერი ძირითადად დედოფლის წყაროელი ავტორებით იქნება წარმოდგენილი ძალიან ბევრი ავტორები ყავს დედოფლის წყაროში გარდაცვალებულებიც არიან სამწუხაროდ ბევრი მაგრამ ძალიან ბევრი დღეს მოღვაწეობს და ძალიან კარგი ავტორები არიან დაახლოებით 30-მდე ავტორია ისეთი რომელიც არ ჩამოუვარდება არავის ძალიან კარგი ლექსები რომ აქვს და ძალიან ბევრი ხალხი ზოგი საზღვარგარეთ არის ზოგი ადგილზე არის ზოგი თბილისშია მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ რაღაცნაირად აი შემდეგ ნომერში ერთგვარი თავმოყრა მოხდეს აი ამ ავტორების ძალიან კარგი ერთად იყოს წარმოდგენილი რა თქმა უნდა ახლა ძალიან კარგი შეიძლება ნაწილი სხვა ავტორებიც იყვნენ მაგრამ უმრავლესობა მინდა რომ აი ძალიან კარგი იქნება დიდ საქმეს აკეთებს გიორგი ნატროშვილი კიდევ ერთხელ მადლობა დედოფლის წყაროს გამგეობას რომელიც ესე აქტიურად გეხმარება მის ხელმძღვანელობას რომ აი ეს კულტურული მექა კახეთის ამ რაიონში აი ესე კარგად არსებობს და დიდ საქმეს აკეთებს, დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებს. მე მინდა გიორგი ერთი პატარა ლექსი წაიკითხო, მე მინდა ჩემი მეგობრის ლაშა ნადარეიშვილის ერთი ლექსი წავიკითხო კიდე რომელიც შესანიშნავ გაზეთში მისი რედაქტორობით გამომავალ შესანიშნავ გაზეთ დასავალში დაიბეჭდა დავით გარეჯს ეძღვნება და იმიტომ მინდა რომ გავაჟღერო. წაიკითხეთ თორე 3 წუთი გვაქვს დარჩენილი. დედას. დიახ. არც თუ შორეული წარსულია, 5 დეკადა ამ ხოლოდ. ამდენ ფარისეველ ავსულიან, მიწაზე რომ შენთვის ცხოვრობ, გამოგიტყდები და ვერც ახლა უგზნობ, ვერც ხვალ დაგიფასებ ამაკს. ვუყურებ 60 წლის ახალგაზრდებს და შენ ასაკოვანს გავხარ, რთული ბავშვობა რომ არ გაკმარეს, ზრდიდი ხან ხბორებს, ხან ნერგებს, პოეტის აღზრდელობაც გიღებს კარებს, ღმერთს ღმერთი გონი ხარ ეკებ. დიდი მადლობა და აი ჩვენი დიდი ტკივილია დავით გარეჯის პრობლემა და მინდა ამას წინათ დაიბეჭდა შესანიშნავი პოეტის ლაშა ნადარეიშვილის ლექსი ასავალ დასავალში და აი ეს ლექსი მინდა რომ ტელემაყურებელმაც იცოდეს დაკარგულ სამანს კვლავ გადმოვცდებით ასე ქვია ლაშა ნადარეიშვილის ამ შესანიშნავი პოეტის ლექსი შენ სიყვარულით დამბადე მთვრალი რომ შენს მიწაში ჩავწვე პოეტად შენს გაყიდვაზე დავხუჭო თვალი არ მოიჭრება ქვეყნად მონეტა და მე ვუგალობ ჩვენს ამაყ გარეჯს დაჭრილი გულით გინთებ კელაპტარს აღდგომის ტაძრად დაგიდარაჯებ მე შენზე ღმერთი მელაპარაკა დატოვებს ნისლი ბებერ ჩიჩხიტურს 6000 ბერის ლოცვებით ეს სიტყვა მტერმა კეთში იჩხვლიტოს დაკარგულ სამანს კვლავ გადმოვცდებით აი ეს არის პოეტის ნაღდი შეძახილი და ამაზე დიდი პოეზია და ამაზე დიდი პოლიტიკა ამ კუთხით არ არსებობს იმიტომ რომ ქართველ პოეტს თავისი მიწაწყლის დასაცავად ხმალი და კალამი ყოველთვის შემართული აქვს სიმღერით ხوار დავასრულოთ ძალიან ცოტა დრო რჩება და ვეღარ მოვასწრებთ სიმღერას, იმიტომ რომ 40 წამი რჩება ეთერის დასრულებამდე. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა შევწირო ხორნაბუჯის მეორე ნომრის და ამ ნომრების რედაქტორს და გამომცემელს ბატონ გიორგი ნატროშვილს თვითონ შესანიშნავ შემოქმედს, ჩემი ავტორები იყვნენ გიორგი მირაზანაშვილი
და თეიმურაზ ბაკურაძე, მე ვაჟა ოთარაშვილის მიმყავდა თქვენთან ჩემი საავტორო გადაცემა, ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება, ჩვენ გვპირდებით რომ ბატონ გიორგი ნატროშვილთან კიდევ ერთხელ შევხვდებით ალბათ გაზაფხულის ბოლოს ახალ ნომერზე ხორნაბუჯსა, მე მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო.